გამარჯობა ძვირფასო ტელემაყურებლებო. გამარჯობა გონების დაფა კლავ თქვენს წინაშე ძალიან საინტერესო ამბები და ჩემპიონური ამბებითაც კი. პირველ რიგში სასიამოვნო სიახლე მინდა ჩვენს ტელემაყურებელს შევთავაზო 3 მაისს ქალბატონ ნონა გაფრინდაშვილის 85 წლის იუბილეს აღსანიშნავად კლუბ 64-ში გაიმართება ტურნირი ელვისებურ ჭადრაკში, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ჩვენი გამარჯვებული კონკურსის გამარჯვებულები, გადაცემის კონკურსის გამარჯვებულები და კლუბის წევრები. რომლებმაც ამოხსნეს ჩვენ მიერ შეთავაზებული გამარჯვებული ნიშნავს. მაგრამ აქ უნდა შეგაქორო ძალიან მომწონს რომ ახსენებ ელვისებურ ჭადრაკს და არა ბლიც. სხვადასხვა წინა კონკურსში ძალიან ბევრმა მიიღო გოგო მონაწილეობა და ერთ-ერთი გამარჯვებული დღეს იქნება ჩვენი სტუმარი. ძალიან საინტერესო ეპიზოდი დავუტოვოთ ჯერჯერობით ჩვენს მაყურებელს. ამის გარდა რა თქმა უნდა ტრადიციულად შევთავაზებთ სიახლეებს, საერთაშორისო სიახლეებს, ჩვენი საქართველოს სიახლეებს შევთავაზებთ, გვექნება განხილვა საჭადრაკო პარტიისა, ჩვენი ახალგაზრდა ნიკოლოზ კაჭარავას ნათამაშეი პარტიისა, რომელიც მან ევროპის ახლახან დამთავრებული ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა და ძალიან კარგ სტილში გაიმარჯვა და გვექნება ამოხსნების კონკურსი, ერთ-ერთი ჩვენი სტუმრის ეტიუდის ამოხსნების კონკურსი გვექნება ზუსტად. და რომლის ასე ვთქვათ, ამოხსნელიც მიწვეული იქნება სწორედ ქალბატონ ნონასადმი მიძღვნილ, ასე ვთქვათ, კლუბ 64-ში ისტორია, რა თქმა უნდა. და აუცილებლად ისტორია ამის გარეშე აღარ იქნება, იმიტომ რომ ჩვენ ვიწყებთ ახალ ეტაპს პრინციპში საჭადრაკო ოლიმპიადების ისტორიიდან, სადაც უკვე იწყება საქართველოს სახელით გუნდების წარდგენა საჭადრაკო ოლიმპიადაზე. ეს ყველაფერი მე-15 ოლიმპიადაზე მანილაში მოხდა. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი არის საერთაშორისო დიდოსტატი ქალთა შორის საფრანგეთის მრავალგზის გამარჯვებული, მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული და პრიზიორი ნინო მაისურაძე. მოგესალმები ნინო. გია, ვიდრე შეკითხვას დასვამდე, ვიცი საინტერესო შეკითხვები გქონდა, როგორ მოხდა ნინოსთან დაკავშირება საფრანგეთის საიდან სად, მაგრამ ეს მე ასევე მაინტერესებს აქედან სადაო. გოგა, ჩვენი ხომ დავაანონსეთ ერთხელ ჩვენი გეოგრაფია იზრდება, გადაცემის მაყურებელთა გეოგრაფია იზრდება და უკვე საფრანგეთსაც გადავწყვეტით. ძალიან კარგი. კურიოზულად მოხდა ნინოსთან დაკავშირება, მე უყურებდი ამოხსნების კონკურსის შედეგებს და ერთ-ერთი კომენტარი, რომელიც წავიკითხე მოიწერა ნინო მაისურაძემ, ძალიან რა თქმა უნდა, ყველაფერი სწორად იყო იქ და თან პირადში მომწერა, მე გია თუ გინდა წავშლი ახლა ჩემს კომენტარს, ჩემს ამოხსნას, იმიტომ რომ იქნება ჭადრაკის მოყვარულები უფრო ისიამოვნო, როგორც მოჭადრაკე მოარ ჩავერიო ამაშიო და მე თქვა ნინო არა დატოვე ეს შენი ამოხსნა, რადგან ჩვენ ხარ გამარჯვებული. რატო უნდა წაშალა? რომ გავარკვიე რომ ნინო იყო თბილისში, რა თქმა უნდა ეს ამ შანსს არ გავუშვებდი ხელიდან და მოვიწვიე გადაცემა. ასეთი ძვირფასი სტუმარი, რომელიც ახლა მართალია საფრანგეთში ასპარეზობს, მაგრამ ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანი წარმატებები. ნინო, იქიდან დავიწყოთ მაშინ, ასე ვთქვათ, საფრანგეთში როგორ მოხდით და რატო საფრანგეთის სახელი? თან დიდოსტატი ხარ. ისტორია. თქვენ მინდა მოგესალმოთ ყველას მაყურებელსაც, თქვენს და ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. და სანამ ამას პასუხებდი, აი, მინდა ჩემი სიყვარული გამოვხატო ამ ახალი გადაცემის მიმართ რა. თავს ვერ ვიკავებ პირდაპირ. დიდი მადლობა. და აქედან გამომდინარე, აი, ძალიან მიხარია თქვენთან ყოფნა დღეს ეთერში. თქვენ მიხარია, ამიხარდა რომ გავიგერო თქვენი ყავით სტუმარი. რასაც უყურებ, ეს არის ძალიან მაღალი ხარისხის გადაცემა და უაღრესად საინტერესო და ამასთანავე აგერ ბატონ გიასაც ვეუბნებოდი, რომ შევყევი და დავიწყებ თქვენ გადაცემების ყურება, იმიტომ რომ გამომრჩა რომ არსებობდა, ესე მიყოლებით მთელი ღამე გავათენე და უყურე ყველა გადაცემას მოკლედ. ესე ჩამეთრია, აი ძალიან საინტერესო გაკეთებულია მოკლედ. ხო და რაც შეეხება შეკითხვას, ეს მე ძალიან დიდი ხნის უკან აღმოჩნდი საფრანგეთში, ეს სადღაც 21 წლის ვიყავი მაშინ და ეს იყო ყველაფერი ერთად პირადი ცხოვრებაც, მაგრამ ასევე სწავლობდი საერთაშორისო სამართალზე პარიზში და ასევე ფრანგული იყო მაშინ ჩემთვის მეოთხე ენა და მე უფლებოდი ამ ფრანგულ ენას. ნუ აი ახლა როგორც ხდება ხოლმე რუსული, ინგლისური და იმების შემდეგ ქართული. და ნუ აი ესე და მე ერთი მომენტი დანებებულიც მქონდა ჭადრაკზე თავი, მაგრამ აი სწორედ საფრანგეთის წყალობით რაღაც ის მომეწონა დამოკიდებულება ჭადრაკის მიმართ, ბევრი მოყვარულიც გავიცანი, ასე შემდეგ და ჩამითრიეს და დავამთავრე ეროვნულ გუნდში და საფრანგეთის ჩემპიონად ამ შემთხვევაში. მრავალგზის ჩემპიონად. მათ შორის საკლუბო დონეზე და სხვადასხვა საუბრობდით და ნინო რომ ერთ-ერთი კლუბი, რომელშიც ნინო თამაშობს, მრავალგზის ჩემპიონი არის საფრანგეთის, მაგრამ ერთ წელიწადს მას მოუწია გადარჩენა ამ კლუბის პრესტიჟის, ხო? ნინო მოყევი ამის შესახებ, ეს არ ვიცოდი რა ხდებოდა. ნუ
ისე მოხდა რომ ინდივიდუალურობის გარდა თამაშობთ ჩვენ ტოპ-დივიზიას საკლუბოებს, რომელიც ძალიან ძლიერი შეჯიბრია, იმიტომ რომ თავის დროზე ჩემი გუნდელი იყო ასევე ანიშგირი წარმოიდგინეთ, ეხლა რა დონეა იქ და კრამნიკის თამაშობდა და ასე შემდეგ დიახ და ნუ კაპიტანი იყო ხოლმე დიზუსტატი ეწიან ბაკრო წლების განმავლობაში და ეს გუნდი იმით იყო ცნობილი რომ რა ქვია დაუმარცხებლად მივდიოდით, ესე იგი 73 მატჩი გავიარეთ დაუმარცხებლად რაღაცა საოცარი შედეგი და ერთხელ იყო ასეთი ის რომ ხო რაღაცნაირად არ წავიდა თამაში ისე და ბეწუზე ვეკიდეთ რო იტყვიან და ხალხის უკვე რაღაც მოსასულიერებელია განიცდიან და მე შავი ფერი დიდოსტატ და ყოფილი საფრანგეთის ჩემპიონი მანუელ აპიცალას ვეთამაშებოდი და ნუ შავი ცოტა რთულია ესე მაგრამ ნუ რაღაცა რისკებზე წავედი შევწირე და გადარჩა ეს გუნდი და ისე იხსენებენ ეს პარტია გახდა რაღაცა ცნობილი პარტია საფრანგეთში ეღოთ მართლა ის ამას მახსენებენ არა თქმა უნდა სასიამოვნოა როდესაც შენ ხარ თავი გადამრჩენი ხო გუნდის და მithumetes ასეთი გუნდის შემადგენლობა რო ყავს და შენზე რო არის დამოკიდებული სულ ყველა ხო თავისთავად შენ თავზე არ მივიწერ სხვა წლებიც იყო რომ ისე მაგრამ ეს ძალიან დაამახსოვრდა ამ გუნდზე სულ ამას მახსენებენ მოკლედ ხო იქ როგორ იყო ისინი რომ ბარში იყვნენ და ხო ეს როგორ სიტუაცია იყო რომ ამათ რომ მორჩნენ მე ბოლო შემოვრჩი და წასულან ბარში და ეს და აღარ ქონდათ იმედი რომ აღარ ქონდათ იმედი და თან ესე სვამენ და დაიწყეს ლაივში ამ პარტიის ყურება რა და აი მითხრეს რომ აი ყველა სულაზე აი მხედარი და ოთხი რაღაცა და იმდენი ვიყვირეთ ყველა სულაზე ფეხბურთი არ გვინერიულა ცხოვრებაში ამდენიო რომ ესე და მიდი შედი და მოკლედ ყავსაც აღარ დავთანხმდი დავამარცხე მოკლედ შევიდე სხვა შეიძლება გოგა ნინოს უყვარს ზეპირად თამაში და სეანსებს ატარებს სულ ესე იგი სულ ეს რა ფენომენია მართლა აი თქვენ შემთხვევაში ესეთი საოცარი უნარი გაქვს ერთადერთხელ მქონდა მცდელობა რაღაცა სვლები დამენახა იმით და წინააღმდეგობა ვერ გაუწია ეხა მეტოქეს არც მიდავთ ქართულ მოჭადრაკეს რანაირად ახერხებთ ესე ზეპირად თამაშს თვალდახუჭულით იცით რა ეს ალბათ სევდა ისე ჩვენი მწვრთნელების და ბავშვებიდანაც მოყვება თუმცა მიმაჩნია რომ ცოტა განსხვავებული უნარია კი განსხვავებული უნარია ყველას ალბათ არ აქვს მიდრეკილება მაგრამ აი თუნდაც ხარებში რომელიმეს აქვს ასეთი აი სწორედაც რომ არა აქვს არ ვიცი არ მახსოვს მე ხო დიახ ანუ ჩვენი კლუბის სახელით ხარ ჩავატაროთ ერთი სეანსი პირველობა და ზეპირ ჭადრაკი იცით როგორ იყო შემოგვიდგა სამშაბათი გავაკეთოთ ეს აი რატომაც არა დაახლოებით ვიქნებოდი 14 წელს რომ ასევე ალექსანდრე ბოკუჩავასთან მოვხვდი მოსწავლეთ მიყვანა თავისი დაჟინებული მოთხოვნით და იქ გვათამაშობდა ხოლმე ესე ცარიელა დაფაზე საათით და მახსოვს რომ რამოდენიმე არამოჭადრაკე შემოიხედა ამ მოსწავლე ახალგაზრდობათა სასახლეში და გიჟები ვეგონეთ აი ოფიციალური გიჟები იმიტომ ესე ვატყაპუნებთ რაღაცას ესეთი სლებით და მე მგონი იქთანაც გამომყვა ეს განვითარება მე მეტროში თამაშობდით ხანდახან ეს მოჭადრაკეები ესე რაღაცა ადრე თადგი თამაშია მოგვიყევია შენი ანუ იცით როგორ არის სულ თავიდან დავიწყე საფრანგეთში მცირე დაფებზე შეიძლება 4-ზე მთხოვეს დაფაზე მაშინ და ნუ არც ვიცოდი შემდგომ თუ არა და კი თქო მე დათახდი ესე დავთანხმდი და მე იმდენად კარგად ჩაიარა ჩქარა მოვრჩი ამ პარტიებს და კიდე დამიშვეს ხელახლა და იმათაც უყოლას მოუგე და მე კიდე რაღაც ეს 1-3 წელზე ჩამოვიარე და იქ გამოაჭენეს მაშინ საფრანგეთის ტელევიზიამ ჩაწერა რაღაცა გენიოსი მაშინ ნუ გადააზვიადეს გამიშვეს საინფორმაციო გამოშვებაში რატო არ გაზვიადება არ არის და შემდეგ უკვე შემოთავაზეს 5 დაფაზე პორტუგალიაში და ვიფიქრე ახლა 4 სადაც 4 იქ 5 და იმასაც არც გამიტესტია ესევე დავთანხმდი და მე წავედი და იქ უკვე დაესწრო ყოფილი პრემიერ-მინისტრი პორტუგალიის ამ იმას შემდეგ გასაკვირად რომ მოიხსენ იქ დამხვდა და მითხრეს რომ ეს არის და კარგად ჩაიარა და მე უკვე მივხვდი რომ იქნებ ხუძე თამაშობ იქნებ კაცო რატო შევჩერდი ხუძე და რომ არ მაგ არანაირი რაცი არ გიცდია კონკრეტული ცხრა არა მაგ არანაირი და ცადე უცბად ესე ოღონდ სახლის პირობებში 7-ზე ნუ ესაც მემარტივა და აუდგენთ გადავახტი და 10-ზე უცადე პირდაპირ და არ იყო თითქოს რთული და ეხლა ვფიქრობ ამ კუთხით არა საინტერესოა რაღაცა გინეს რეკორდებში შეიძლება რომ უცებ რაღაცა დავიგო მე არ ვიცი ქალები რატო იკავებენ თავს თუ არა აქვთ მეტრიკილება და გამოვიკითხა იგივე პოლგარს თუ ჩაუტარებია ვიცი რომ პირადად მათ ასევე ესე და ვერ მოვიძიე ვერავინ ვისაც ალბათ ძალიან ბევრი ფიზიკურ და ემოციურ დატვირთვასთან არის დაგასრულებული არ არის იული არა ხო გეუბნები მე რაღაც 3-4 სვლა გავაკეთე და ვეღარ შევძელი რთულია არის რა თქმა უნდა რეკორდსმენები ძალიან ბევრი დაფაზე რაღაც მაგრამ ქალებში როგორც ასეთი ხო მე გამოვედი ჯერჯერობით და ნახოთ არა ძალიან საინტერესოა სხვადასხვა ნინო მინდა კითხო შენ საზოგადოებრივი დატვირთვასთან დაკავშირებით სხვადასხვა ნინო არის საფრანგეთის ჭადრაკის ფედერაციის დირექტორი საბჭოს წევრი ხო და ამავე დროს ძალიან ბევრ საზოგადოებრივ საქმეს აკეთებს მას აქვს მიღებული
საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალური დიპლომი, ელისეის სასახლის რაღაც თასი. ლარნაკი იცით რა, თევზშიც მაქვს და ლარნაკი მათ აღარ ჩავწერე და ასე ვაგროვებ ჭურჭელს მაგერად. ელისეიდან. მაგრამ ძირფასი საჩქარე ფაიფური მithumetes და არა, დიახ, ხა პრეზიდენტის სახელზე ეს საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის მიერ არის და ასე რომ ნუ თავისთავად ამას. და რისთვის მიიღეს? ესეც რა, ეს საჭადრაკო ის როგორც საფრანგეთის ჩემპიონია, აქედან წამოვიდა ეს ისა და პოპულარიზაციას და რაც შეეხება საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ წოდებას როგორც აი რაღაცა კულტურისა და ენის წარმომადგენელი ჭადრაკთან კავშირში არ იყო, მაგრამ ნუ რა თქმა უნდა იმოქმედა როლმა, რომ ზოგადად ფრანგებს მეუბნება რომ საუბრობ ძალიან სუფთად ფრანგულად. და ეთყობა რაღაც ნარევი რო თან არ ვიცი ხო. აი მე ესეთი უცნაური შეკითხვა გამიჩნდა. აი 4 ენაზე ლაპარაკობთ. რა ენა აქვს თვითონ ჭადრაკს? ეს ჭადრაკი არის, ხოდაშორის მე მეძე ვლაპარაკობ 5-6 ენაზე ვსაუბრობ, მაგრამ ჭადრაკი არის ცალკე ენა რა თქმა უნდა და ეს მეშვიდე ენაა. თუ პირველია ეს. იცით როგორ არის? მე ის მიყვარს ჭადრაკში რომ რა სადაც უნდა ჩახვიდეთ და არ იცოდეთ ან არ იცოდნენ ენა, ეს თავისთავად ენა არის და ყოველთვის აი ისეთ ფილმებში გამომინახია, იმდენი კურიოზი მქონია, რომ უცბად გაკავშირებთ კულტურულად და რა ვიცი. საერთოობა არის უნივერსალური ენა რა თქმა უნდა. იცით რა ის არ დავავიწყებ უცბად რომ მოგიყვეთ ერთხელ ესე იგი მადაგასკარზე ვარ და მოუფრინავ იქიდან და რაღაცა ისე არის რომ თვითონ გვიან და ნუ რაღაცა ვეღარ ვასწრებ შემდეგ თვითონაც რომ პარიზს ჩავფრინდე და შემაჩერეს კონტროლზე, იმიტომ რომ იქ ძალიან დაწვრილებითი კონტროლია, რაღაცას გეკითხებიან, რატო იყავით აქ, ასე შემდეგ და ნუ ძალიან მეჩქარება უკვე და ესეთი რაღაც დაძაბული და უცბად მიყურებს და მეუბნება ეს კონტროლიორი რა დებიუტს თამაშობ. და მე ვთქვი ძალიან გამიკვირდა ახლა არსაიდან და მე ვთქვი სიცილურს და მეცოდა დამირტყა ბეჭედი ეგრევე და მე ვთქვი რა ხდება და არავ ტელევიზორში გნახეთ თუ იქო მადაგასკარზე იქ რაღაც პრომოციის იმაში ვიყავი და ჩქარა გამომიშვეს ამის წყალობით. იმასაც როგორ უყარს ჭადრაკი უყურებდა ტელევიზორს და საჭადრაკო გადაცემას ისე როგორ დინო უყურებს ჩვენ საჭადრაკო გადაცემას. გონების დაფას. ნინო, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობის საოცარი იყო. მე ძალიან ისე დადებითად დავიმუხტე. თქვენი მოსმენით და კიდევ ერთხელ ოფიციალურად ვეპატიჟებით 3 მაისს. აი 3 მაისს არის. კი. ნონა გაფრინდაშვილის იუბილეზე 85 წლის იუბილეზე ეძღვნება. ძალიან საინტერესო ჰელსებურ ჭადრაკში მოკლედ ასპარეზობა. ეს როგორც ერთ-ერთი ამხსნელი ნახოთ თუ აქეთ ვიქნები სიამოვნებით და მოდით ელვისებურ ჭადრაკზე ძალიან ჩქარა გეტყვით ერთ კურიოზს. ესე იგი ამასინა თქვენ გადაცემა რომ ჩამithრია და ესე უყურებ გაგჟებული. რაღაც მომენტში დავაჭირე ვითომ ერთწუთიან სათამაშოთ რა. თან, პარალელურად. თან და ეხლა აღარ გავაჩერეს გადაცემა, იმიტომ რომ იმდენად საინტერესოა, მე ვახო უკან და რაღაცა და უყურებ ბატონი ელიზბარ ვილავას ინტერვიუ, რომელიც გიამ ჩაწერა ბატონმა გიამ იქ. მითხრა კიდევაც მე ბოლოს პორტუგალიაში შევხვდი ბატონ ელიზბარს და მითხრა გიამ მოდის რომ ჩამწეროსო და ამას უყურებ თან რა და ამის ყურებაში ესე დავსვი ყველაფერი ისეც ხო ერთწუთიანია და ნუ ვულეცროვე ძაფია ძა და ჯერ ხო ლაზერი დავსვი რაღაც გადახსნილი კი რომ დაანებდე, მაგრამ ერთწუთიანი რო რაღაცა ვაგრძელებ და ერთ შამათით საჩქარა მივიღე. აი ყველაზე საზღარი პარტია თუ კი რა მითამაშია და ესე იგი დავხედე და თურმე ბატონმა ელიზბარ უბილავა მომიგო. მის ინტერვიუს უყურებდი. გამოიყენა. და ყველაფერი დავსვი იმან დამაშავად. ისის თვითონ არ ვიცი. უნდა უთხრა უცილო. რო შევხედე მოხდისიც. ჩესკომზე? კი, და ესე ორ გავარჯიშებული ახლა თქვენი ბლიცისთვის თუ აქეთ ვიქნები. უღმესი ნინო, დიდი მადლობა. კი, ძალიან დიდი მადლობა თქვენ მოწვევისთვის. კარგი. და აი ძალიან მე პირადად თამაგონე თქვენ რომ აი ესეთ ზეპირ ჭადრაკში თქვენ კლუბმა გამართოს თქვა პირველობა და ზოგადად დარტყმაც არის ზეპირ ჭადრაკში. ნინოს და გამართოთ პირველი. მე ამის მომხრევა. კი, წარმატებები ნინო საქართველოში და საფრანგეთშიც. დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. მადლობა. ეხლა კი ახალი ამბების დროა და რა თქმა უნდა საჭადრაკო სიახლეებს დავიწყებ პოლონეთში ეხლახან დამთავრებული ვაჟთა-შორის ევროპის ჩემპიონატით. სადაც რამდენიმე ქართველი მონაწილეობდა. რამდენიმე არა 12 ქართველი მონაწილეობდა, საქართველოს ნაკრების წევრები, ახალგაზრდები მონაწილეობდნენ და როგორც წინა გადაცემაში დავთქვი, ნიკოლოზ კაჭარავა იყო ყველაზე ახლოს ლიდერებთან და მან მართლაც ძალიან კარგად დაამთავრა ტურნირი, მე-10 ადგილი, მე-5 ადგილი გაიყო და მე-10 იყო კოეფიციენტი, მაგრამ თავარია რომ მან მოიპოვა მსოფლიო თასის საქსური. სხვა შედეგები ასეთი არის. მოკლედ, პოლონეთში დასრულდა ჩემპიონატი, 53 ქვეყნის 501 მოჭადრაკე მონაწილეობდა მაშინ და ევროპის ჩემპიონატის სამეული ასეთია, პირველი ადგილი დაიკავა და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა 18 წლის უკრაინელმა საერთაშორისო ოსტატმა გოგა რომან დეხტიარევმა, მეორე იყო ნიჰატ აბასოვი, მესამე აიდინ სულეიმანი, ეს ორი აზერბაიჯანელი არის, ხოლო ქართველთა სამეული ასე გამოიყურება, როგორც თქვი, ყველაზე კარგად ითამაშა ნიკა კაჭარავა, 8 ქულა დააგროვა,
და მე-10 ადგილი დაიკავა, რა თქმა უნდა, სოფლიოს საგზურიც მოიპოვა. შემდეგ იყო ლევან ფანცოლია 7 ქულით და ნიკოლოზ პეტრიაშვილი 7 ქულით. ხო, ლევან ფანცოლია ასე 7 ქულით და არაჩვეულებრივი შედეგი ამდენი მოჭადრაკეში და უბრალოდ ქართულ მოჭადრაკეს განსაკუთრებით კი კაჭარავას, რომელიც მართლაც შესანიშნავად ასპარეზობდა და იმედი მაქვს სოფლიო თასეც წარმატებებს მიაღწევს. კი ბატონო, გერმანიაში დასრულდა გერმანიის ბუნდესლიგა, ქალთა ბუნდესლიგა დასრულდა და ჩვენმა ქალთა ნაკრების წევრებმა კიდევ ერთხელ გაიბრძინეს, უბრალოდ მათმა კლუბმა მოიპოვა ბუნდესლიგის ჩემპიონის წოდება. ამ გუნდში ძირითადი ბირთვი იყო ქართველებისგან შედგებოდა, ესენი იყვნენ ნინო ბაციაშვილი, ბელა ხოტენაშვილი, ლელა ჯავახიშვილი, მეი არაბიძე, რამოდენიმე პარტია ანასტასია კირთაძე მათ ითამაშა. მათ მოიპოვეს ბუნდესლიგის ჩემპიონის წოდება, სხვადასხვა შორის მეორე ადგილზე გასული კლუბი თამაშობდა ჩვენი ქეთევან-კახიანი. ესე იგი, საოცარი შედეგი აჩვენეს ქართულმა ქალებმა, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი დომინაცია საჭადრაკო სამყაროში კვლავ არსებობს და ჩვენ ამას როდესაც საჭადრაკო ოლიმპიადებზე დავიწყებთ საუბარს, უკვე გადაცემის ბოლოს, იქ კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამთ, რა როლი აქვს ქართულ მოჭადრაკეებს, არა მხოლოდ ბუნდესლიგაში, არამედ სოფლიო ჭადრაკში. დასრულდა პრეტენდენტთა ტურნირი, რომელზეც მიზეჭული იყო ყველა ჭადრაკის მოყვარულის და პროფესიონალის ყურადღება, დასრულდა შემდეგი შედეგებით. ნუ ვიცით, რომ ვაჟებში გაიმარჯვა ჯავახის სინდარომა, წინვალე ფანტასტიკური შედეგით გაიმარჯვა მან. +6 საჭადრაკო ენაზე რო თქვა და სხვა შორის ძალიან საინტერესო არის გარი კასპაროვის შეფასება, მან თქვა დაწერა, რომ ძალიან დიდი პოსტი მიუძღვნა და დაწერა, რომ ძალიან რთულია ჩემზე ვინმე შტაბესტილო მოხდინოს, მაგრამ ამ ახალგაზრდამ ჩემზე მოახდინა. მან მოახერხა მithmet ისეთი ამ წარმატებული წლის ფონზე, საოცარი სეზონს ატარებს. კი ბატონო. მეორე ადგილზე გამოვიდა ანიშ გირი და მესამე იყო ფავიანო კაროანა. რაც შეეხება ქალებში პირველი ადგილი დაიკავა რამეშ ბაბო ვიაშალი, ინდოელი მოჭადრაკეა, ეს არის უკვე მეორე ინდოელი მოჭადრაკე, რომელიც სოფლიო ჩემპიონობის ტიტულისათვის მატჩი იბრძოლებს. მეორე ადგილზე გავიდა ასუმბაევა ბებისარა და მესამე იყო ჟუჟინერი ჩინეთიდან. ძალიან საინტერესო ცერემონია გაიმართა დაჯილდოების და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ შევთავაზოთ ჩვენს მაყურებლებს ფოტოები, რომლებიც ამ დაჯილდოების ცერემონიალზე იყო წარმოდგენილი. ახლა კი ჩვენს გადაცემაში გონების დაფაში სტუმრის დრო არის, სტუმრად კი ყავს შესანიშნავი ადამიანი. არ ვიცი, აი რომელი ერთი ტიტულით უნდა წარვადგინო, არც კი ვიცი, ლიტერატორი, კრიტიკოსი, საბას ორგზის გამარჯვებული, ასევე ბატონი ლევან ბრეგაძე, საოცარი ადამიანი, მის ნაწერებს თუ ვინმე იცნობს, მიხვდება რა დიდებული ადამიანია და როგორი საოცარი ენა აქვს ასევე კიდევ ძალიან დიდი მადლობა ამისთვის და ბატონ ლევანი ჭადრაკის დიდი მოყვარულია, მას საოცარი მიღწევები აქვს ჭადრაკში, ამაზე უკვე მასთან ერთად ვისაუბრებ და რაც თავარია, მას აი მის ბიოგრაფიაში არის ერთი საოცარი მომენტი, როდესაც მიხეილ ტალი, დიდი, აი ლეგენდარული მართლაც დიდი მოჭადრაკე დაამარცხა. აი როგორ დაამარცხეთ ბატონ ლევან თქვენ მიხეილ ტალი და საერთოდ ძალიან ისეთი ყოვლის მომცველი კითხვებით ვართ წარმოდგენილები აქ, იმიტომ რომ თვითონ თქვენი ბიოგრაფია, თქვენი ასე ვთქვათ ლიტერატურული მოღვაწეობა და საქმიანობა სხვანაირ საშუალებას არც მოგცემდა. მოდი ჯერ არ ვიჩქაროთ ტალთან დაგაშორებით, აგერ აწყვია ტალის პოზიცია, როგორ დაამარცხა და მოდი შენ აბა ეცადე რომ ამოხსნა ეს მანამდე, ხო? მანამდე ბედაბატონი ლევანი დავიწყეთ საუბარი. ჯერ ის თქვათ, რომ დავამარცხე ერთდროული თამაშის წინაშე 22 დაფაზე და არა პირისპირ შეხვედრაში. რა მნიშვნელობა აქვს? ვინმე შეიძლება იფიქროს, რომ გონების დაფა იყო მთავარი ასპარეზი და თქვენ კარგი, ეს არის ის პარტია, რომელიც თქვენ ტალთან ითამაშეთ? ეს არის პოზიცია, კი. ეს არის პოზიცია, კრიტიკული პოზიცია, სადაც ბატონ ლევანმა ითამაშა როგორც ტალმა. ტალმა ჭადრაკში ჩავთეთ ახლა. მე და თქვენ მოგვიყევით მანამდე როგორ მოხდა მასთან შეჯიბრი. ერთ საღამოს შევიარე, მოსაღამოებული იყო ლექციები დღის მეორე ნახევარში გქონდა ჩვენი იმ დროს და ნახე რომ ხალხი იყო მოგროვებული ერთ დაფასთან და რაღაც ჩოჩქოლი იყო და მივედი ახლოს და დგებოდა სია ტალთან სიაში სურველების სია დგებოდა და ჩავეწერე 22 მოჭადრაკე მოგროვდით ძლიერი შემადგენლობა იყო ელიზბარ უბილავაც
თამაშობდა 1965 წელია. ხო არ გაგახსენათ რა ბატონ გია ელს. გამახსენდა მაგონის მიხეილ ბოტინიკი იყო. ბოტინიკი բայց ხო მაგრამ ისტორია დაახლოებით ისტორია იგივე არის ზუსტად ხო ალაბრიდან რო 12 წელი წამოვიდა. ხო ეს აღწერილი მაქვს მთელი ეს ამბები ამასთან დაკავშირებული ერთ ჩემ საჭადრაკო ნოველაში რომელსაც ქვია როგორ დავამარცხე ტალი. და იქ მაქვს დაწვრილებებით ამის შესახებ მოყოლილი 30 წლში მოიგე პარტია ტალმა ვერ ითამაშა ეს არ იცოდა ეს ვარიანტი. ნუ ახლა ცხადია ეს ჩემი უპირატესობა გახლდათ და ერთი რამ ვიცოდი კიდე ტალის თამაშის სტილს ვიცნობდი ძალიან კარგად. მისი მწვრთნელის კობლენცის წიგნი საჭადრაკო ბრძოლების გზებით რიგაში გამოცემული რუსულ ენაზე თითქმის ზეპირად ვიცოდი. თქვენ წარმოვიდგინეთ მოახერხე ეს ამ დებიუტის გამოისწობით მოახერხეთ რომ ხელის გატოკების საშუალება არ მიეცა და 20000 ლარზე წააქცია მეფე და დამნებდა. კარგი, მე ვიდრე ბატონი გია შეკითხეს დაგისმენთ ჩემ ვარიანტს გათვალისწინებით ალბათ იმისაც რომ პაიკები უფრო აი აქტიურ თამაშიდან გამომდინარე პაიკების აქტიური როლი მივანიჭო ვითამაშებდი უკვე აი ახლა აი მართალი ხარ სწორი ხარ ეს არის ახლა წარმოვიდგინეთ ჩემი ემოციური მდგომარეობა ფიგურას ვწირავ თვით მიხეილ ტალს თქვენ მითხარით რომ როგორ გავუკვირდა ეს ალექსანდრ ბლაგიძეს ალექსანდრ ბლაგიძე ათვალიერებდა პოზიციებს ხადია ინტერესებდა და აქ რომ მოვიდა დახედა უკვე აშკარა იყო რომ ვიგებდი მე შემხედა ასე დახედა პოზიციას მე კიდე მე შემხედა ასე გაოცებული ვიყურებდა უბედნიერესი ვიყავი იმ საღამოს მოდი გოგა საჭადრაკო თემა რომ ამოვწურო ბატონ ლეონისთან მე დღეს სხვადასხვა ჩაფიქრებული მაქვს რომ ჩვენ კონკურსში ამოხსნების კონკურსში შევთავაზოთ ჩვენს ერთგულ მაყურებლებს ბატონ ლეონის და ბატონ დავით გურგენიძის ერთობლივი ეტიუდი ბატონ დავითი რომელიც წინასწარ ყავდა სტუმრად წინა გადაცემაში მოგვიყევით როგორ შეიქმნა ეს ეტიუდი ხო არ მოგვიყვეთ როგორ ამოიხსნა იმიტომ რომ მათ ამოხსნან დაინტერესდება კი ბატონო ეს მოსწავლეთა სპარტაკიადაზე ალბათ საჭადრაკო სპარტაკიადაზე ნათამაშები პარტია მქონდა ერთი ძველი ყველა პარტიას ვინახავდი და ისე დიდხანს მომახსოვრდებოდა პარტიები შემეძლო ნათამაშები პარტია თუნდაც სრულიად უფერული რამდენიმე თვის მერე გამახსენებდა და ჩამეწერა თუ არ მქონდა წაწერი ცხადია ვინახავ ამ პარტიებს და დღესაც სიამოვნებით გადავხედავ ხოლმე ბავშვობაში ნათამაშები პარტიებს ძალიან კარგი გრძნობა არის იმ დროში დაბრუნება და ეს პარტია მე ვერ მოვიგე პოზიცია იყო მოსაგები მთელი არსებით გრძნობდი რომ აქ უნდა მომეგო ამის თქმა შეიძლება მე მგონია ბატონო გია რომ იყო ლაზიერის და მხედრის ბატარეა მომაკვდინებელი ბატარეა ჩანდა და აქედა როგორ უნდა გამქცეოდა ვერ წარმომედგინა მაგრამ ვერ ვიპოვე მოგება დაფასთან თან საერთნოშიც ვიყავი და მუდმივ ხიშით ყაიმით დავამთავრე თბილისელი პირველ თან რიგოსანს ვეთამაშებოდი ამას და ნუ ახლა ყაიმი ზუსტად 30 წლის შემდეგ ერთხელ კიდე გადავხედი ამ პარტიას და ვიპოვე მოგება ძალიან საინტერესო მანევრით კლასიკური მანევრია აი თუ უნდა მწვნელს რომ მანევრი აუხსნას მოწაფეს უნდა აჩვენოს ეს პოზიცია გავაკეთე მე ისე რომ ეს მანევრი გავაუმჯობესე და ვითომ ეტიუდი გავაკეთე ჩემებური დასაწყისი კარგი იყო მაგრამ ფინალი დიდი არაფერი და დავბეჭდი ეს ერთ-ერთ გაზეთში რომელსაც მე თვითონ რედაქტორობდი გამომოქვეყნე იმ გაზეთში და იყო ეს გამოქვეყნებული ეს ეტიუდი და დავარქვი რა ამას ეტიუდის დაბადება პრაქტიკული პარტიის სულიდან ის შეცნობილი ნაწარმოების სათაურის პერიფერია ხო იყო ეს ასე გავიდა წლები და ერთ დღესაც მე რეკლამს ბატონი დავითი და მეუბნება რომ დავით გურგენიძე ბატონი დავით გურგენიძე ხო თქვენ ხო თქვით წინა გადაცემაში ყავდა კი ბატონი დავითი ბატონი დავით არ მაშინ ბატონი დავითი არ ვიცნობდი და მეუბნება რომ მე თქვენი ეტიუდიო გადავაკეთეო გავაუმჯობესეო კარგი ფინალი გამოვუგონეო და თუ წინააღმდეგი არ იქნებით თუ რომელიმე კონკურსში გავაგზავნოთო წინააღმდეგი როგორ იქნებოდი სიხარული დავთანხმდი და მართლაც რამდენიმე ხნის შემდეგ გამოცხადდა
ბოტვინიკის 100 წლის იუბილე, სადაც წარდგენილი იყო ეს ეტიუდი, ხო? გამოცხადდა კონკურსი. ამის აღსანიშნავად ეტიუდების დამცანების კონკურსი გამოცხადდა, იქ გააგზავნა და რამდენიმე თვის შემდეგ მირეკავს და მეუბნება შედი ინტერნეტში პირველი პრიზი მოგვანიჭესო და ასე ძალიან დიდი სასხაულობა იყო. რო გამოვიდა ეს ბუკლეტი, სადაც ეს ნაწარმოებებია შესული კონკურსისა, გარეკანზე ჩვენი ეტიუდი. და ჩვენ გულშემატკივრებს ძალიან საინტერესო ამოხსნების კონკურსი ელიც და მე იმედი მაქვს რომ ისინი ძალიან დიდ სიამოვნებას მიიღებენ. სხვადასხვა ძალიან კარგი მანევრსაც ნახავენ, ძალიან კარგ კომბინაციასაც ნახავენ და ძალიან საინტერესო იქნება. ამოხსნელს რა ელის? ამოხსნელს ელის ძალიან კარგი სიურპრიზია, ესე ვთქვათ, ჩვენ გადავწყვიტეთ, ბატონო ჩვენ გადავწყვიტეთ, რა თქმა უნდა, ყველას ვეპატიჟებით, 3 მაისს ნონა გამრდაშვილის 85 წლის იუბილეს აღსანიშნავად კლუბი 64 ატარებს ელუსებურ ჭადრაკში ტურნირს, რომელშიც ჩვენი კონკურსის ამოხსნელები, გამარჯვებულები მიიღებენ მონაწილეობას და კლუბის წევრები. ასე რომ თქვენი ეტიუდის ამოხსნელით შემოუერთდება კლუბ 64-ს ელუსებურ ჭადრაკში ნონასთან გათამაშებას და ასე ვთქვათ რა ვიცი იქნება მან თასიც კი მოიპოვოს ხო? ისურვებ წარმატებას. თქვენს გეპატიჟებით ჩვენს კლუბში. ბატონო, რა მაინტერესებს იცით? მე თქვენ წიგნში წავიკითხე თქვენი მეგობრობის და პაექრობის შესახებ ჩვენს ნობილ მხატვართან თეგის მიზაშვილთან. მე სხვადასხვა მქონდა ბედნიერება და ბატონ თეგისთან ესე ვთქვათ მეგობრობდი. ის ვაკეში სახელოსნოში ხშირად მიმირთვევია ცნობილი ჩუბჩიკას ჩაი და ცნობილი მურავით. ხო, მურავით და სხვადასხვა იქვე ამთავრებდა ხოლმე სურათებს და მე რომ ჩუქნიდა სურათი. ეხლა ალბათ ძალიან ძურფასი საჩუქრები მივიღე იმ პერიოდში და მოგვიყევით როგორ პაექრობდით, როგორი იყო თქვენ და ჩუბჩიკას დამოკიდებული ვართ. ხატვარი ხო იყო და არაჩვეულებრივი გატაცებული იყო ჭადრაკით. გიждდებოდა ჭადრაკზე. თუ პარტნიორს იშოვი და აღაუშვებდა ესე ამდენი პარტიას არის თამაშობდა და რა თქმა უნდა ჩვენ თუ თამაშობდით ორი პარტია შემოგვჭა მასთან ათამაშები. ერთი შემოგებული, მეორე მაგისი მოგებული, ორივე გამოქვეყნებული. ეს კარგად თამაშობდა, ჩუქჩიკა. კარგად თამაშობდა, კი. ხო უყვარდა ძალიან და თან კარგადაც თამაშობდა. ამას იმიტომ ვიცახი რომ ჭადრაკმა იცი საოცარ შეყვარება და იმასაც აყვარებს თავს ვინც ძალიან კარგად ვერ თამაშობს. ან უბრალოდ კარგად ვერ თამაშობს, მაგრამ ეს თან უყვარდა, თან კარგად თამაშობდა. კარგად თამაშობდა. ხო, აი ასეთი და ასე რომ გამოქვეყნებული პარტიების მიხედვით ერთ-ერთი ჩვენ შორის არის. მაგრამ რაღაცა უცნაურია, რომ ჩუქჩიკას რაღაცა ხატრობაში ჭადრაკი არ დაუტოვებია მაინც და მაინც ისე რომ უია, მართალი გითხრა მეც არ მახსოვს რომ დაეხლა. მე აი ხა რომ ვიხსენებდი ჭადრაკი, მაგრამ ის ჩემთვის აღმოჩენა იყო რომ ის კარგად თამაშობდა ჭადრაკს. კი, კარგად თამაშობდა. კარგად თამაშობდა. ბატონო, ესეთი შეკითხვა მაქვს თქვენთან. თქვენ წერთ რომ პიესების არ იყო შეიძლება საჭადრაკო პარტიებით სტადიებად დავყოთ, ხო და მე მაინტერესებს ჭადრაკის პარტიის სტადიები რომ არის. დებიუტი მიდელშვილიანში ამასაც ხომ არ დაარქვით რომ ლიტერატურულ სახეს. რა კარგი კითხვა არის. ეს რომ ლიტერატურულად როგორ დავარქვათ მათ სხვა დებიუტები, მოდი დებიუტებზე მაგასაც შეიძლება, მაგრამ მოდით აი ასეთი რაღაცა ხო არ გავაკეთოთ, აი ხომ არის დებიუტები, ღია დებიუტები, დახურული დებიუტები, ნახევრად ღია დებიუტები. აი ჟანრები არა, მაგრამ ამაზე მაქვს მე ადრეს ნაფიქრი ლიტერატურული ან და სახელოვნება, ლიტერატურული და ამ შემთხვევაში მოდი ლიტერატურულს ვიხმარ, ლიტერატურული მიმდინარეობებს შემიძლია შევადარო ეს დებიუტები. შევადაროთ. ოდნავ შევცვალოთ შეკითხვის შეიძლება. ხო, აი ასე დახურული დებიუტები, თქვა D4 C4 და ასე შემდეგ. კლასიციზმი. ღია დებიუტები, E4, E5 და ასე დებიუტები. რომანტიზმი, ნახევრად ღია. მithumetes თუ მეფის გამიც თამაშობენ. მithumetes თუ მეფის გამიც თამაშობენ, რა თქმა უნდა. და ნახევრად ღია დებიუტები, E4, C5-იან, C6-იან, D5 და ესენი რეალიზმი. აი ასეთ და ჩემ წარმოდგენაში აი ასეთ რეალიზმი რომელია? ნახევრად ღია დებიუტები. ციცილიური პარტია მაგალითად, ფრანგული დაცვა მაგალითად. კაროკანის დაცვა? კაროკანის დაცვა. დიახ. ხო, აი ასეთნაირად და რაც შეეხება
ენჩპილის საინტერესოა რა დავარქვა. შუა თამაში მაინც ყველაფერი ალბათ ერთად არა? იცით რა, ცოტა დაფიქრება დაგჭირდება ალბათ. იმიტომ რომ შეიძლება რომ შევადაროთ ეგენი ჟანრებსაც და შეიძლება შევადაროთ თვითონ ნაწარმოებებს. თვითონ ხო ამაშია საქმე. აი ვთქვათ დებიუტი რა თქმა უნდა იმ წუთში მოგვაგონდება პროლოგი, მოდი ასე ვთქვათ, პროლოგი, ყველა სერიოზულ ნაწარმოებს აქვს პროლოგი. შემდეგ თვითონ ტექსტი და ენშპილი იქნება ეპილოგი. ესე კლასიკა, კლასიკური ნაწარმოები ასე ვეფხისტყაოსანიც ასე არის დაწერილი და სხვა კლასიკური თხზულებიც. აი შემიძლია რომ ლიტერატურასთან ასეთი პარალელი გავავლო. ამის ეპილოგი რა? ხო შევცვალო ჩვენ სახელების. კი, მაგრამ ამის ეპილოგი რა იყო? ეს ენშპილი არ იყო, ეს შუა თამაში მოვიგე 30000 ლა იყო პრინციპში ხო. ეჩვენა და მიიყვანა მიიყვანა, თორე. მიიყვანა და ხელებიაცია. ამან გააოცა საშა ბლაგიძე. იმიტომ რომ ჯერ ახალი დაწყებული იყო. კუს გაცვლა, კუების გაცვლა, ეტლების გაცვლა მოგისტრიათ უკვე პრინციპში და თითო კი. ბოდლევან, ფრანგი, ცნობილი ფრანგი მხატვარი მარსელ დუშანი ამბობს რომ ყველა მხატვარი მოჭადრაკე არ არის, მაგრამ ყველა მოჭადრაკე არის მხატვარიო. ხო? კი, არჩეულებრივი ფორმა. კარგი, თვითონაც კარგად თუ ძალიან უყვარდა ჭადრაკი და კარგად თამაშობდა და თქვენთვის რა არის ჭადრაკი? რა როლი უკავია თქვენ ცხოვრებაში? ძალიან დიდი როლი. ჭადრაკის უზომოდ და გეხმარათ რამეში ცხოვრებაში. ჭადრაკის უზომოდ მადლიერი ვარ. მეტი რო არ შეიძლება ისე. ბავშვობაში ჭადრაკში მეცადინეობა ძალიან წამადგა ყველაფერში და სადღაც გონი დავწერე თუ თქვი კარგად აღარ მახსოვს მშობლებს მინდა ურჩიო რომ ჭადრაკში დათმობილი დრო დაკარგულ დრო და არ ჩათვალონ. რამდენიც არ უნდა იყოს ეს დრო. არ ჩათვალონ. ის აუცილებლად აინაზღაურებს ამ დროს შემდეგში უკვე კი აუცილებლად. დაკარგულად არ ჩათვალონ ჭადრაკში ჭადრაკის დათმობილი დრო. იმიტომ რომ მე სწრაფად იმ სხვა საქმეს სწრაფად აკეთებს. რა არის? ახლა მე პირადად შემიძლია უამრავ ძვირფასეს თვისებას ავითარებს. ჭადრაკი ანალიტიკურ უნარებს. კი, მოდი მაგაზე კითხავს არ გადაუხვიოთ. რა არის თქვენთვის ჭადრაკი? მე ესეთი ცხოვრების მოდელია. ცხოვრების მოდელია. ანუ აქ ვარჯიშობ შენ. მე რო ცხოვრებაში უკეთ მოახერხო რაღაცა მაგალითად წაგება რო წაგება არის. ეს ძალიან სასარგებლოა. ეს ჩვენ გვასწავლის როგორ მართოთ უარყოფითი ემოციები, როგორ მართოთ ცხოვრებაში უარყოფითი ემოციები. ზოგიერთი მოჭადრაკის განსხვავებით, რომელიც დღესაც ვერ ეგუება წაგებას. ხო, არა, შეგვება ღმერთმან უკნას. სასარგებლოა. წაგება არ ხო, თავისი ეფექტი აქვს, როგორც ტკივილის მაგალითად. უარყოფითი ემოციები უნდა გამოიწვიოს და უნდა ისწავლო მისი მართვა. ჭადრაკში ნავარჯიშები, კაცი მე უკეთ მართავს ცხოვრებაში თავის უარყოფით ემოციებს. თუნდაც ეს და ისე ანალიზის უნარს ავითარებს, რაც უძვირფასესი უნარი არის, რომ ჩაწვდე არსს მოვლენისას, თუ მხატვრული ნაწარმოებია ეპიზოდისას, თუ ჭადრაკია თვითონ იქ სიტუაციისას, არსს რო ჩაწვდე, ანალიზი უნდა და ეს ძალიან მეხმარება ლიტერატურული ნაწარმოების ანალიზის დროს, პოეზიაში და პროზაში ძალიან მეხმარება, პირდაპირ რა ვიცი, მე ვგრძნობ, რომ ეს ძალიან სასარგებლო იყო ჩემთვის. ასე რომ გონების დაფა მოგმართავთ თხოვნითაც და აგერ ფაქტია იურთიერთო ჭადრაკთან, იმიტომ რომ ეს ძალიან დაგეხმარებათ განსაკუთრებით ბავშვებს, სწორედ რომ მათ უკეთესად დაგეგმონ კარიერაც, შემდეგი ცხოვრებაც ისწავლონ წაგების მართვა, უარყოფითი ემოციების მართვა, გამარჯვებასაც მართვა ჭირდება და ღირსეულად ასე ვთქვათ აღნიშნა. და ჭადრაკი, აი ზუსტად ეს ჭადრაკი ჩვენში გადაცემასაც შემთხვევით არ ქვია გონების დაფა, სწორედ აი საოცარი საშუალება იმისათვის, რომ მართლაც შეიძლება კარგი მოჭადრაკე არ გახდე, მაგრამ კარგ ადამიანად ჩამოყალიბდე. კი ბატონო, რა თქმა უნდა და მე მინდა ბატონ ლევანს ვთქვა დიდი მადლობა, უღრმესი მადლობა დღეს რომ გვესტუმრა, იმიტომ რომ ბატონ ლევანის ყოველი ფრაზა, ყოველი გახსენება ძალიან მნიშვნელოვანი არის იმ ახალგაზრდებისათვის, რომლებიც უყურებენ ჩვენს გადაცემას და რომელიც ფიქრობენ, მეტი დრო დაუთმონ თუ არა ჭადრაკს.
დიდი მადლობა ბატონ ლევან სტუმრობისთვის. თქვენ. წარმატებებს გისურვებთ, გონების დიდი დაფა თქვენი გულშემატკივარია და სხვა დროსაც დიდი სიამოვნებით მოგიწვევდით კაცებში. ეხლა კი ჩვენ გადაცემაში არის რუბრიკა ჭადრაკის პარტია და მე მინდა ჩვენს ტელემაყურებლებს შევთავაზო ჩვენი ახალგაზრდა ძალიან ნიჭიერი ნიკა კაჭარავას ნათამაშები პარტია ევროპის ჩემპიონატზე. მე უნდა დავამატო ნიკა კაჭარავაზე, რომ მან ამ ევროპის პირველობაზე 28 ქულა გამოიმუშავა რეიტინგისთვის. კი, რა თქმა უნდა. ის ეთამაშება ესპანელ დიდოს და სანტოს ხაიმეს, გათამაშდა სიცილიური დაცვა. თავიდან სიცილიური დაცვა გათამაშდა ნაიდორფის სისტემისათვის დამახასიათებელი ცვლები გაკეთდა, მაგრამ ძალიან ხშირად ხდება, რომ ერთი სისტემა გადადის მეორე სისტემაში და რამოდენიმე სვლაში გაირკვა, რომ ნაიდორფი გადავიდა დრაკონის ვარიანტში, იმიტომ რომ J6 მოვიდნენ შავები და Q7-დან გამოყავთ. F3, Q7, Q3 ჯერჯერობით განვითარება მიმდინარეობს. სხვადასხვა დრაკონის ვარიანტს რომ შევადაროთ, აქ თეთრებს Q4-ზე უნდა ყავდეთ და არა D3-ზე და შავებს პაიკი უნდა ყავდეთ A7-ზე. ნუ მხოლოდ ეს არის განსხვავება, მაგრამ თვითონ მიმართულება რომ შავები ცდილობენ შეუტიონ ლაზიერის ფთას, სადაც თეთრები დიდ როკს გააკეთებენ და პირიქით თეთრები ცდილობენ შეუტიონ მეფის ფთას, სადაც შავების როკი იქნება გაკეთებული, იგივე რჩება. მხედარი D7, ლაზერი D2, B5, როკი, Q-B7. მეფე B1, ეტლი B8, A3, მხედარი E5, Q-A6. რა თქმა უნდა, ეს Q, რომელიც მდებარეობს J7 ჯერს უნდა გაიცვალოს, სხვადასხვა ქართველებისთვის ძალიან კარგად ცნობილი არის მაიაჩი ბურდანიძის ედუარდ გუფელდის დამოკიდებულება Q7-ისადმი და მისი სიყვარული და ის ყველა ჩვენ შემდეგ როდესაც იყო ჩვენი მწვრთნელი ახალგაზრდულ ლაგერებში გვასწავლიდა რომ Q7-ზე როდესაც გამოდის ფაქტურად ნახევარი საქმე გაკეთებულია. ამიტომ კაჭარავამ გადაწყვიტა ეს სწორედ ეს საშიში Q გაცვალოს. Q-A6 ლაზერი, A6 ლაზერი, B6 ეტლი E1 რა თქმა უნდა არ შეიძლება D4-ზე აყვანა ლაზერით, იმიტომ რომ Q-B5 ქიშის შემდეგ იკარგება ლაზერი. მოვიდა შავები B4 უჯრავს, უნდათ რომ გახსნან ლაზერის ფთაზე თამაში და მეფეზე და წამოიწყონ შეტევა AB ლაზერი B4 მხედარი B3 რა თქმა უნდა პირველ რიგში მეფის უსაფრთხოება არის მნიშვნელოვანი. აქ სხვადასხვა შავები მოვიდნენ Q6-ლას, ისინი ფიქრობენ რომ A პაიგის აყვანა ხანდახან უწოდებენ მოჭადრაკეებს მოწამლული პაიგის აყვანა არ იქნება კარგი, რადგან ახაზი გაიხსნება და შეტევა უფრო ძაფრი იქნება, მაგრამ მე ვფიქრობ ეს არის შეცდომა და არ ღირდა A6 პაიგის მიცემა. კაჭარავამ აიყვანა Q6, ეტლი J8, F4 და ახლა ცდილობს, რადგანაც ეტლი J8 მოვიდა და შავები არ აკეთებენ მოკლე როკს, ნიკოლოზმა გადაწყვიტა რომ ცენტრი უნდა გახსნას, რომ მეფის ცენტრში მდგომარეობა გამოიყენოს. მხედარი J4, ლაზერი A4, A6, ეტლი D4, ლაზერი B6 და E5. აი ძალიან მნიშვნელოვანი პოზიცია არის, კრიტიკული პოზიცია, თეთრები მიუხედავად იმისა, რომ Q და A6-ზე ისინი არ ცდილობენ მის გაყვანას, რადგანაც აქ ტემპს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, სწორედ E5 გარღვევით ისინი ცდილობენ ინიციატივის ხელში ჩაგდებას. J5, ლაზერი H3, D, F და მხედარი E5. იმიტომ რომ J4-ზე იკარგებოდა ისედაც მხედარი და გადაწყვიტეს ეს მხედარი მიეცა შავებს. ეტლი გავს E5-ზე ლაზერი A6, მხედარი C5, ლაზერი B6 და B3. აი ფაქტიურად თეთრებს აქვთ სრული დომინაცია ცენტრში. მეფეს უზრუნველყოფილი ყავთ, თეთრი ეტლები უტევენ შავების მეფეს და მე ვფიქრობ ძალიან დიდი უპირატესობა აქვთ აქ თეთრებს და ძალიან კარგად და ეფექტურად ამთავრებს ამ პარტიას ნიკოლოზი კარგ სტილში. ეტლი J6, ლაზერი E3, მეფე F8, ეტლი კლავს E7-ზე, Q8 არ შეიძლება ლაზერი C5 ისე რადგანაც ეტლი D8 არის ქიში და ლაზერი იკარგება C5-ზე, ლაზერი E5, ეტლი C8, მხედარი 3-დან გადავიდა E4-ზე, ლაზერი B8, ეტლი D6. ნახეთ როგორი დომინაცია არის ფაქტიურად ყველა ფიგურა ჩართული არის ბრძოლაში და ყველა ფიგურა მიმართული არის მეფისაკენ და რა გადაარჩენს ამ მეფეს? ალბათ ვერაფერი ვერ გადაარჩენს. აქ მხედარი J4 მოვიდა შავები, ესეც შეცდომა იყო რა თქმა უნდა, ძალიან ეფექტური დასასრული. ეტლი კლავს E8-ზე და ეტლი კლავს E8-ზე, მხედარი D7, მეფე J8, ეტლი კლავს J6-ზე, F-ზე და აქ დანებდნენ რა თქმა უნდა, ლაზერი D5 არის უბრალოდ ქიში, მეფე უნდა გაიწიოს და მხედარი იღებს B8-ს და ლაზერი რჩება Z-მეტი.
ახლა კი დაპირებული პოზიცია, რომელიც ბატონო ლევონმა და დავით გურგენიძემ ერთად შექმნეს ეტიუდი, რომელმაც ეს ის ეტიუდია ბატონმა ლევონმა ახლა ისაუბრა. და ეს ეტიუდია, რომელმაც მოიპოვა პირველი პრიზი მიხეილ ბოტინგის 100 წლისთან დაკავშირებით კონკურსში. ძალიან საინტერესო ეტიუდია, ცოტა გრძელი ამოხსნა აქვს მას და ვთხოვთ ჩვენს ტელემაყურებლებს, რომ ბოლომდე შეეცადონ ამის ამოხსნა და გამოაგზავნონ სწორი პასუხი ჩვენს Facebook გვერდზე, კლუბის 64 საქართველო და რა თქმა უნდა, გამარჯვებული 3 მაისს მოწვეული იქნება. როგორც კი ბატონ ლევანისთან ინტერვიუში აღნიშნეთ, მოწვეული იქნება ნონა გაფრინდაშვილის იუბილეისადმი მიძღვნილ, ასე ვთქვათ, ელისებურ ჭადრაკის შეჯიბრებაზე. ახლა კი ჩვენს გადაცემაში დადგა ისტორიის დრო და ისტორია იწყება უკვე საჭადრაკო ისტორია 1992 წლიდან ეს პერიოდია, როდესაც უკვე დამოუკიდებელი ქვეყნის სახელით საქართველოს გუნდები იწყებენ ჭადრაკის ოლიმპიადის, ასე ვთქვათ, ოლიმპიადაზე მონაწილეობას. ეს არის რიგით მე-15 ოლიმპიადა, რომელიც ფილიპინების დედაქალაქ მანილაში გაიმართა და უკვე საქართველოს ქალთა და ვაჟთა ნაკრებები იწყებენ მონაწილეობას, მათ შორის ვაჟთა ნაკრებში გია გიორგაძე, მასთან ერთად არიან ისეთი დიდებული მოჭადრაკეები, როგორც არის ზურაბ აზმაიფარაშვილი, ლაშა ჭანჭღავა, გენადი ზაიჩიკი, ელიზბარ უბილავა, რომელიც ჩვენი გადაცემის სტუმარიც იყო და ზურაბ სტურვა. ჩვენმა ვაჟთა ნაკრებმა აი ამ პერიოდში უკვე მერვე ადგილი დაიკავა, ეს უზარმაზარი მიღწევა იყო და გაუსწრო ისეთ ქვეყნებს როგორც არის ინგლისი, უკრაინა, ინგლისში ნაჯელ შორტი თამაშობდა ესეთი ამ პერიოდში მართლა გამორჩეული მოჭადრაკე ივან ჩუკი უკრაინის ნაკრებში და საქართველოს ვაჟთა ნაკრებმა მოახერხა რომ მერვე ადგილი დაიკავა. ძალიან ახლოს ვიყავით მედლებთან. მედლებთან კოეფიციენტის ახლოს ვიყავით მედლებთან, მაგრამ ბოლო ტურებში ცოტა არ გაგვიმართა. სამაგიეროდ ახლოს კი არა, მთავარი მედლების ასე ვთქვათ ზედა საფეხურზე ქალთა ნაკრები დადგა, რომელსაც წარმოადგენდნენ მაშინ უკვე მაია ჩიბურდანიძე, ნონა გაფრინდაშვილი, ნანა იოსელიანი და უკვე ნინო გურიელი და ეს იყო პირველი შემთხვევა საქართველოს სპორტის ისტორიაში, რომ ქართული ჰიმნი აჟღერდა და საქართველოს ნაკრები ოლიმპიადის როგორც ასე ვთქვათ გამარჯვებული უკვე ასახელებს თავის ქვეყანას და წარადგენს თავის ქვეყანას სწორედ საერთაშორისო ასპარეზზე. გია წარმოიდგენია რა დიდი გოგა რომ ვერა მენჩიკის თასი ჩაიბარა უკვე ქართველმა კაპიტანმა ნანა ალექსანდრიამ, რომელმაც ჩამოარძანა კიდეც ეს თასი, თან უკვე როგორც ვინც ადევნებდა გადაცემებს, ჩვენს გადაცემებს თვალს იცით რომ წინა პირველობებს იგებდა საბჭოთა ქალთა ნაკრები, რომელიც ძირითადად უკვე ბოლო წლებში იყო დაკომპლექტებული ქართული მოჭადრაკეებით, ხოლო აი ახლა უკვე 1992 წელს უკვე სუფთა ქართული გუნდი, ქართული სახელებით უკვე იღებს ასე ვთქვათ ვერამენჩიკის თასს, ოქროს მედლებს და ესე დიდ სიხარულს მოუტანს ქვეყანას. და გია აი ეს ვიდრე ჩვენ დავამთავრებთ გადაცემას, მინდა აი ეს ემოცია რომ იქ იყავით უშუალოდ, აი ეს უცებ პერიოდი სიტყვით გითხრა რა იყო, ეს თუცა თქვენი ქვეყნის იმნი გაიგონეთ. ცრემლები სიხარულის ცრემლები გოგა ყველა ვიყავით ბედნიერები, იქ განმრჩეულად ვაჟი, ქალი, რომელ ნაკრებში თამაშობდით, იმიტომ რომ მართლაც პირველად ქართული სპორტის ისტორიაში ქართველებმა შევძელით რომ საქართველოს სიმნი გაგვეჟღერებინა და ეს იყო ძალიან დიდი სიხარული, ძალიან დიდი სიხარული და მე მიხარია რომ ამის მონაწილეც ვიყავი. ძალიან დიდი მადლობა, ჩვენ უკვე შემდეგ გადაცემებში 1996 და შემდგომ ოლიმპიადებზე გესაუბრები და ეს ოლიმპიადა ასევე ვაჟებში პირველი მედალიც ასე ვთქვათ მოიპოვეთ. თუ რა მოხდა 1996 წელს ამას მოგვიანებით. დიდი მადლობა რომ გვიყურეთ უკვე Silk Sport 2-ზე, Silk Sport 3-ზე ასევე და რაც თავარია YouTube არხზე. მოვალ შეხვედრამდე. მოვალ შეხვედრამდე.